ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინისა ჩვენთან არის ღმერთი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოგეხსენებათ აგერ დღეს უკვე მესამე კვირა მიიწურა აღდგომიდან და დღევანდელ დღეს დედა ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და იხსენებს წმინდა მენელსაცხებლე დედებს მარიამ მაგდალენას, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას, მარიამ, სუსანას და სხვებს და მათთან ერთად იოსებ არიმათიელს, ნიკოდიმოს და კეთილმორწმუნე ქართველთა მეფე თამარს. და მიზეზი, რის გამოც დედა ეკლესია ასეთ განსაკუთრებულ პატივს მიაგებს, არის თითოეულ მათგანის მხრიდან გამოხატული უდიდესი ერთგულება, უშიშროება, მაცხოვრისა და ეს ორივე თვისება ადამიანში იბადება მაშინ, როდესაც მას განსაკუთრებით ვიღაცა უყვარს და მიაგებს განსაკუთრებულ პატივს და აქ რა თქმა უნდა საუბარია სწორედ მათ მოძღვარზე, უფალ იესო ქრისტეზე, რომელსაც ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ როგორც მანამდე ჯვარცმამდე, ასევე აი ყველასთვის მისთვის ყველაზე უმძიმეს უთებშიც კი. მაშინ როცა ერთი წამით რო წარმოვიდგინოთ ახლა და გავიაზროთ ის ვითარება, რა ვითარება შეიქმნებოდა გეცემანის ბაღში მაცხოვრის შეპყრობის შემდეგ, იცით თქვენ რომ მანამდე რამდენიმე წუთით ადრე პეტრე მოციქული ეფიცებოდა უფალს რომ მზად იყო თავი საკუთარი სიცოცხლე გაეწირა მისთვის, აგერ როგორც კი შეიპყრეს და მიუხედავად ამისა რომ მოციქულებს 3 წლის განმავლობაში საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი, რასაც უფალი აღასრულებდა, აგერ ემორჩილებოდა სტიქიონები, 3 მიცვალებული აღადგინა, ბოლოს რა თქმა უნდა ყველას აღმატებული იყო ეს და მნიშვნელოვანი 4 დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინება. ამასაც თავის მიზეზზე რატო 4 და არა დაუშვათ მე-5 დღეს არ მე-6 არ მე-3 დღეს, ამას ძალკე შეიძლება მე საუბარი და სხვა უამრავი საშუალებიდან ბრძვის განკურნება და ასე შემდეგ, ანუ რას მანამდე არ უნახავს ადამიანის თვალს და მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, რომ ისინი აღერდნენ კიდევაც მას როგორც მესიად, ყველა მიატოვა და დატოვეს მარტო უფალი, აი სწორედ მაგრამ უფალს გვერდან ამორცილებენ მელესაცხებლე დედანი და იოანე მოციქული, რომლებიც მიუხედავად აი ამ ყოველ საშუალებისა, იმიტომ რომ ეს იყო რეალური საფრთხე, იმიტომ რომ აი ამ მღვდელმთავართან მე წაქეზებული აი ეს ბრბო, გავეშებული ბრბო დევნე ყველას და განსაკუთრებით იმათ, ვისაც კი შეხება ჰქონდა მაცხოვართან. და შემჩნეული იყო მასთან ურთიერთობაში, თქვენ გახსოვთ იგივე პეტრე რო თბება, როგორ მივა მხევალ და როგორ ამხელს მას და როგორ უარყოს, მაგრამ ესო დაუშვათ არ ეორყონა, იქ რა მოხდებოდა, ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის და სწორედ აი ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში უფლისათვის სწორედ აი დედები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ერთგულებს მას ბოლომდე და არათუ იგლოვდნენ, არამედ ჯვრის წინაშეც კი იდგნენ ასე უშიშრად. რის შესახებაც კიდევ ერთხელ აგერ გვამცნობ დღეს წაკითხული სახარება. განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსია იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსის მაგალითი და რატო უსავა ამას ხალხს, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ იოსებ არიმათიელი ვინ იყო, ეს არ იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, ეს იყო სინოდრიანის გამორჩეული წევრი, ანუ იმ სინოდრიანისა, რომელმაც უფალი გაასამართლა და გამოუტანა ეს საშინელი განაჩენი. თუმცა მას სახარება გვამცნობს იმას, რომ მონაწილეობა არ მიუღია აი ამ საშინელებაში, არა თან შერთული იყო ზახვასა, მათსა და საქმესა, ბრძანებასა და ლუკა მახარებელი თავის სახარებაში. და იყო ასევე ფარული მოწაფე და რატო გაუსვიმენ წეგანამას ხაზი, რომ თუ კი მანამდე მას ეშინოდა თავის თანამოძმეების, იმიტომ მას პირდაპირ ბრძანებს იოანე მოციქული, რომ რატო მალავდა თავის მოწაფეობას, შიშსათვის ჰურიათაისა, მას ეშინოდა რომ მოძმეების მხრიდან არ განეცა დევნა, შეუწყვეტობა და სხვათასი უბედურება. აი ეხლაც ამას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აი უფალი ჯვარცმული, ნაცემი, შეურაცხყოფილი, აგერ აქედან ესე იგი ჯვარცმის დროს როგორ დაცინათ ჩვენ გახსოვთ სახარებიდან, და აი ამ დროს მიდის როცა ყველაზე რეალური იყო საფრთხე და საიშურება მისი სიცოცხლის ხელყოფისას, მიდის სწორედ იოსებ არიმათიელი პილატესთან და ითხოვს მაცხოვარს. და ამასთან უნდა ითქვას ის, რომ ამას ხელი შეუწყო ერთგვარმა გარემოებამ და რაზეა საუბარი, რომ იცით თქვენ რომ ადრეს გითხოვს რომ ჯვარცმულა სხეულები რჩებოდნენ ჯვარზე, ვიდრე არ გარდაიცვალებოდნენ, ისინი შეიძლება გაგრძელებულიყო დღეები და კვირეებიც კი. მაგრამ ვინაიდან იყო დაშვებული ესეთ გამონაკლისის შემთხვევაც, რომ შეიძლება გამოეთხოვათ მასი დაასაფლავების უფლებაც აი ამ მთავრისაგან. თუმცა ამ განაპირობა აქ
სიტუაცია იმანაც რომ იცით რომ ჯვარცო მოხდა პარასკევ დღეს, მეორე შაბათი ეს იყო დიდი დღე, იმიტომ რომ იმ წელს დაემთხვა პასექის დღე პირველ დღეს, შაბათს და შაბათი კი იცით რომ ამხელა დიდი დღე იყო, წმინდა დღე იყო ებრაელებისათვის და კარსად იცავდნენ აი ამ შაბათის უქმს. ამიტომაც იყო რომ არ შეიძლებოდა მათი რჯულის შესაბამისად რომ ცხედრები დატოვებულიყო, დარჩენილიყო ჯვარზე და ამიტომაც სთხოვეს მათ თვითონ მღვდელმთავრობა პილატეს რომ ჩამოესვათ აი ჯვარს უთუათ ცხედრები და ესე იგი დაეჩქარებიათ ციკლი აი ფეხის წვივის გარდამტეხით. და როდესაც მიდიან მაცხოვრდა ნახულობების გარცულია, მას უკვე აღარ გადაუტეხეს წვივები და სწორედ აი ამ შემთხვევაზე საუბარი ისარგებლა პილატემ, შედის იოსებმა და შედის პილატესთან და ითხოვს მაცხოვრის ცხედარს. და რა თქმა უნდა გაუკვირდება პილატეს, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ესე ადვილად არ ხდებოდა ჯვარზე გაკრულთა გარდაცვალება და როდესაც დარწმუნება ასის თავისაგან გარდაცვლილი იყო იოსებ, მაშინ დართავს ნებას მას რომ გადმოეხსნა ჯვრიდან მაცხოვრის ცხედარი. და როგორც მოვისმინეთ სახარებიდან წმინდა ტილოში წარგაგნა იოსებმა და გამოკვეთილი კლდეში გამოკვეთილი საბლავში დააბრძანა მისი წმინდა სხეული. და აი ამ ყველა პროცესიას თან ესწრებოდა ასევე როგორც ამას ბრძანებს იოანე მახარებელი თავის სახარებაში, ნიკოდიმოსი, რომელიც ასევე იყო ფარული მოწაფე იესო ქრისტესი და ერთ-ერთი მთავარი წინამძღოლი აი ამ ებრაელი ერისა. და სწორედ მან მიიტანა უფლის გასაპატიოსნებლად 30 ლიტრი 30 კილო ნელსადაცხებელი და აი როგორც სახარებაც გვამცნობს, მასთან ერთად მონაწილეობდა იოსებთან ერთად მონაწილეობდა მაცხოვრის დაკრძალვაში. და საერთოდ ესე ჩვეულება ქონდათ ებრაელებს, ზოგადად გამოიყენებდნენ ისინი ბალზამირებას, მაგრამ ამას ჭირდებოდა გარკვეული დრო 30 დღე მაინც და იმისათვის რომ ვინაიდან შაბათი მოდიოდა და არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი მოთავებული ყოფილიყო დაკრძალვის პროცედურები, სწორედ მათ აირჩიეს მეორე წესი, ანუ ცხედენ ნელსაცხებელი ხდებოდა სხეულის გამბანა, ასე ვთქვათ, წასმა, შემდეგ ჭირდებოდა გადახვევა აი ამ ტილოსი და ასე დაკრძალვა და სწორედ აი ეს წესი გამოიყენეს აი ამ შემთხვევაში და დააბრძანეს როგორც გითხარით მაცხოვარი ნიკოდიმოსის კუთვნილი მის მიერ მომზადებულ საფლავში, სადაც ჯერ არ იყო დასვენებული. და ამას რა თქმა უნდა ყველაფერს თვალს ადევნებდნენ დედებიც, რომლებიც როგორც ვთქვი, აი სახარებას გვამცნობს, რომ არ მოშორებიან გვერდან მაცხოვრს მიუხედავად იმ საშუალებისა, რომ მათ ყოველწლიურად შეიძლება მათ მღვდელმთავრების მხრიდან და ებრაელების მხრიდან განეცადათ დევნა და საკუთარი სიცხვის ფასადაც კი დაჟოვებათ ეს ყველაფერი, მაგრამ აი ბოლომდე უერთგულეს, როგორც ვთქვი, მოგახსენეთ მაცხოვარს. და ნახეთ სად იყო, მაგრამ საერთოდ ამათაც უნდა თუ თავიანთი ასე ვთქვათ პატივი მიაგოთ მაცხოვრისათვის და როდესაც გარდახდა შაბათი, ანუ გადადის უკვე შაბათი, აი მარიამ მაგდალინელი მარიამ იაკობისა და სალომესთან ერთად ყიდულობს ნელსაცხებელს და მიდის მაცხოვრის საფლავზე. და ნიად განცდიათ ამას ერთ შაბათსა მოვიდეს საფლავსა მასზე და მერმეცა აღმოსვლასა ოდენ მზისასა. აქვე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო კიდევ ერთ გარემოებაზე. განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში, ბოლო წლების ალბათ 3-4 წელი იქნება. საქმე ეხება ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის დროს, იცით რომ ეს არის შაბათ დღეს. როგორც კი ცეცხლს გამოაბრძანებს პატრიარქი ამ მაცხოვრის საფლავიდან და მაშინვე იწყებენ ერთმანეთისათვის აი აღდგომის მილოსვას, რა თქმა უნდა, მამა გიორგიმაც ისაუბრა ამასთან გამახვილ ყურადღებაზე, ყურადღება ამ საკითხზე ეს არის დაუშვებელი. სოფლიოში ცოდვით დაცემის შემდეგ კაცობრიობის არსებობის მანძილზე არსებობს ყველაზე ორი უმძიმესი დღე ეს არის ნებიშვიდეულის პარასკევი, როცა მაცხოვარი გაეკრა ჯვარზე და მეორე ეს არის ნებიშვიდეულის შაბათი, დიდი შაბათი, როდესაც უკვე უფალი როგორც სრული ადამიანის სხეული დაბრძანებულია მისი წმინდა სხეული სამარეში, ხოლო როგორც ღმერთის სული ჩადის ჯოჯოხეთში, რომ იქიდან ამოიყვანოს აი ყველა ძველი აღთქმის, ყველა მართალი ადამიანი, ყველა ეს იყო პატრიარქები, წმინდანები, წინასწარმეტყველები და ასე შემდეგ. ამიტომაც არის რომ აი ეს დღე აი ტიპიკოში პირდაპირ არის მითებული, რომ როდესაც მთავრდებოდა დილის მსახურება, როდესაც იკითხებოდა ეს მუხლები ჩვენ 7 საათზე ვიწყებთ ხოლმე თქვენ ესწრებოთ ხოლმე ამ მსახურებას, ეს გრძელდება საკმაო ხანს. და აი ამის შემდეგ პირდაპირ არის მითებული ტიპიკონში, რომ მრევლი არ მიდიოდა სახლში, არამედ რჩებოდა ტაძარში, ხდებოდა პურისა და ღვინის კურთხევა იმისათვის, რომ ნაწილობრივად ეს
ფიზიკური უძლურება რაღაცა ამ დანაკლების შედეგად დაეძლიათ და იწყებოდა 60 კილოს კითხვა და მთელი ქვეყანა როგორც გარინდებული რაც მოლოდინში არის გასუსული და ელოდებოდა უდიდეს მოვლენას მაცხოვრის მწვანე ადგომას იმიტომ რომ არავინ არ იცოდა ჯერ მაშინ რა სიტუაცია იყო აგერ მოციქულები შეკეტილი არიან აი ებრაელთა სადავე ოთახში და ესე გადამალულები და დედებიც მიდიან ზუსტად მაშინ ნახეთ გარდახდა შაბათი ანუ შაბათი გარდასრული იყო თუ ეხლა ამას ზოგადად ვიტყვით ეხლა აი სიტყვებში ვითარცა გარდახდა შაბათი შეიძლება აღინიშნავდეს როგორც კვირა დილას ასევე შაბათს აღამოსას რატო იმიტომ რომ ებრაელი მათი ესე იგი ჟამთა აღრიცხვით მეორე დღე იწყებოდა მზის ჩასვლიდან ანუ საღამოს 6 საათის შემდეგ მაგრამ მოვდანო მუხში პირდაპირ საუბარი რომ ნიად განთიაცა ხოლო იონე მახარებელი კი ბრძანებს ამატებს რომ ერთ სამას შაბათსა განთიად ვიდრე ბნელღა იყო ამ დაგვიგო რაღაცა ეჭვის შეტანის საფუძველიც არ არის წამში საუწერია ჩვენ პირდაპირ ეს არის დოგმატური სწავლება რომ აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა სამწუხაროდ ეხლა რატო ამოხილე ამას ყურადღება სამწუხაროდ ალბათ ამასაც თავის გარკვეული მიზეზები აქვს შეიძლება და ეს ალბათ მომავალში ვნახავთ ჩვენ იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება ამიტომ თუ ვინმე რაღაცას გვეტყვი ჩვენ უნდა შეძლებს ზოგადად აუხსნათ მას რომ ეს არ შეიძლება ჯერ ამის ხარება იმიტომ რომ უფლავი ჯერ საფლავშია ჯერ ანგელოზებს არ გაუცხადებიათ ქვეყანა ხილვის სამყაროსათვის ამ უდიდესი მოვლენის შესახებ და ეხლა იმასაც კი მიდი საუბარი რომ აი სული 72 საათი დაყოს ამარეში თუ რამეხან და აი რაღაც აბსურდად მიდივართ ეს რაღაცები არ უნდა გაიჩხრიკოს არავის მიერ რაც დედა ეკლესიამ გადმოგწვა რაც მოიტანა აქამდე ეს არის ამას კიდე ხაზი გაუსვა ესე იგი ეს არის დოგმატური სწავლება და ამის შეხების და იმის უფლება არავის არ აქვს ჩვენ უნდა მივიღოთ ეს რწმენით და რასაც ამას გვასწავლა დედა ეკლესია და წმინდა მამები და უნდა მივიღოთ ეს და გავითავისოთ ერთადერთი და რომ დაუბრუნდეთ იგივე სახარებას ერთადერთი რასაც სადარდებელი რასაც ყველაზე მეტად აწუხებდა დედებს ეს იყო ის რომ ისიც ხო რომ დაბეჭდული იყო ამ დროს საფლავი აი თუნდაც იმიტომ რომ გაცხადებული არ იყო არავისთვის ახლა რა ხდებოდა და იმაზე განიცდიდა რომ ესე იგი ვის შეიძლებოდა რომ ეს ლოდი რომელიც საკმაოდ დიდი იყო გარდაეგორებინა და მიცემოდა შესაძლებლობა შეგნით შესულიყვნენ და მიეგოთ სათანადო პატივი და ეწყოთ ესე იგი ნესაცხები მაცხოვრისათვის აქვე მინდა ისაც თქვა რომ ისინი სწორედ ნესაცხებელი პირებს სახარებაში არის რომ იყიდეს სწორედ ყიდვა შეძლებდნენ აი შაბათის გასვლის შემდეგ იმიტომ რომ შაბათი მეცხრანს გითხარით რომ ეს იყო ესე იგი უქმე ებრაელები ნახეთ როგორ იცავდნენ ამას ფარისეველთა ზეგავლენით ესე იგი უქმე დღეს ამიტომაც იყო თქვენ სახარება გავხსოთ როგორ საყდრობელ მაცხოვარს შაბათსოის აღასრულა და სასწაულს კურნავდა აგე ბრმა განკურნა აგე გამრღული განკურნა არამატო მაცხოვარს არამედ იმათაც საყდრობდნენ ამის გამო მათ ამხელა უფალი ეუბნებოდა რომ თქვენი აი ხარი რო ჩავარდეს ორმოში ხომ მიყოლდა ამოიყო და ან წყალი რო მოწყდეს ამათ ასმესთო და ადამიანი ხო რამე აღემატება პირუტს და აი სწორედ ისინი ყიდვა შეიძლება სწორედ აი შაბათის გასვლის შემდეგ ანუ საღამოდან და გამთენიისას უკვე მიდიან ისინი მაცხოვრის საფლავთან და სწორედ ისინი ხდებათ მათ წილად ის რომ აი პირველება ნახეს აი ეს უდიდესი სასწაული და ეხარათ მათ ანგელოზის მიერ რომელიც შემოსული იყო ეს სპექტაკლის ამოსლით ეს ამ უდიდესი მოვლენის შესახებ და როგორც ახალება განსულ ისინი გამოდიან იქიდან და აუწყებენ სწორედ აი მოციქულებს რომლებიც ჩაკეტილი იყვნენ შიშისათვის ებრაელთა შიშით აი ცალკე ოთახში და ერთი მასაც მინდა ასევე ხაზი გაუსვათ ეს ხელმისაწვდომია ადრეს მეგონი ამაზე ქონა ჩვენ საუბარი აი ალგომასთან დაკავშირებით ასევე სხვა თუ მაინდამაინც იმ ადამიანებს გასაგებად მე თქვა ვისაც რამე შეჭვებარება რომ არის კიდევ ისტორიული თქვათ წყაროები რომლებიც მიუთითებენ აი ამ უდიდესი მოვლენის შესახებ ეს გახლავთ იონე ბელიცკის საკმაოდ საინტერესო ნაშრომი აქვს მას გამოქვეყნებული ეს დევს შეიძლება მოიძოთ ინტერნეტშიც გარდა ესე იგი ამ მესასწრაფე დედების და იონე მოციქულის და პეტრე მოციქულის ვიცით ისინი შეესწრებიან ამ მოვლენას ესე იგი ამ მოვლენის შესახებ ხდებიან პილატეს პირადი ექიმი ასევე სინოდრიონის ერთ-ერთი წევრი რომელსაც თანხა მიქონდა ამ ჯარისკაცების მხედრებზე გადასაცემა და იქ მითითებულია მათი ვინაობებიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და ასევე ფლავიუსი რომელიც არის ებრაელი ისტორიკოსი თქვენეს და საკმაოდ საინტერესო ცნობები აქვს ამის ირგვლივ ასე რომ აი სწორედ პირველი გახდნენ ეს დედები თავიანთი ერთგულებიდან გამომდინარე თავიანთი უდიდეს რწმენიდან მაცხოვრისა უდიდეს სიყვარულის გამო რომ
პირველი ღირსი გამხდარიყო რომ ანგელოსგან ხარებოდა მათ აი ეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უდიდესი მოვლენა და სწორედ მათგან უკვე მოისმენ სახარებიდან რომ მიდიან გზაში არავის არ ეუბნებიან და პირველად სახარებს სწორედ მოციქულებს და განსაკუთრებით პეტრეს რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში იმის გამო რომ მან სამჯერ ფიცით უარყო მაცხოვარი და ამით უფალმა მას პირდაპირ მიანიშნა რომ ის ისე აღადგინა აი ამ მოციქულებრივ აი ამ პატივში და იმის ესე გარდამოცემაც არსებობს და ხათიც არის შექმნილი თქვენ ეს რომ როდესაც გაიგონოდა ქათმის ყივილს ყოველთვის ტიროდა პეტრე მოციქული ისე განიცდიდა შემდგომში თავის აი ამ მდგომარეობას დღეს ასევე არის როგორც ჩვენ მოვისმინეთ უდესი მოვლენა რომელიც უკავშირდება მცხეთაში ჯვრის სასწავლებლური გამოჩენას ამის თაობაზე არაერთი ისტორიულ წყაროშია საუბარი ეს არის მოქცევაი ქართლისა ლეონტი მროვლის ქართლის ცხოვრებაში არსენ ბერის წმინდანის ცხოვრებაში და სხვაგან და რაზეა საუბარი როდესაც და ეს უკავშირება ხდება წმინდანის ასე მოვაწეობის დროს. როდესაც წმინდანმა თავისი ასე ვთქვათ მისია შეასრულა, იცით რომ მან ინება განმარტოებით ცხოვრება გადადის აი მოწინავე მხარეს, სადაც ეხლაც არის პატარა ტაძარი, ისიც თქვენ ბევრი თქვენგან ალბათ ხართ იქაც ნამყოფი, საკმაოდ საინტერესოა პატარა ლამაზ ტაძარია, ჯვრის მონასტრიდან ჩადის ქვემოთ ბილიკით გზა. და იქ მოღვაწეობდა ბოლოს და იქ იყო ერთი ესეთი ფოთლოვანი ხე, რომელიც ნაყოფით აი დაჭრილი თქვათ მხეცებს კურნავდა და მთავარი ეპისკოპოსი იყავდა იოანე, რომელიც გადაწყვიტა რომ აი ამ ხისგან გამოეთალა 3 ჯვარი და აღემართა სვეტიცხოველში. და ეს ხე მოიჭერა როგორც ამას ისტორიული წყაროები მოწმობს, ესე იგი 25 მარტს, ანუ ხარება დღეს, ძველი სტილით, ახალი სტილით 7 აპრილია. შემდეგ 1 მაისს პირველი ჯვარი აღემართა სვეტიცხოველში ტაძარში და ცეცხლოვანი ჯვრის აი გამოსახვა სასწაულური გამოცხადება ხდება სწორედ 7 მაისს ძველი სტილით, ანუ ახალი სტილით 20 მაისს სვეტიცხოვლის თავზე და რასაც აი გადმოგცემ შემდეგად მოქცევა ქართლის და იხილეს იმრავლებიან ქალაქისამა ბნელთა მათ ღამეთა და აჰა ჩამოვიდეს ჯვარი ცეცხლისა დაგვირგვინებული ვარსკვლავითა და დაადგეს ზედა ეკლესიასა ვიდრე განთიანამდე. ანუ ყველა ხედავდა ამას, ეს არის ვიღაცის მხოლოდ დაფარული და მხოლოდ მორწმუნეთავის განცხადებული და ყოველი ადიდებდეს ღმერთს ამაზე და განთიად რიჟას ოდენ გამოვიდეს ჯვრისგან მისგან ვარსკვლავი, ერთი იგი წავიდა აღმოსავლეთ, ერთი დასავლეთ და ერთი იგი თავადი, ანუ რაც იყო მთავარი ჯვარი ცეცხლსაი, ეგრეთვე იდგა ბრწყინვალე და ნენელა უკვე ამაღლდა აი არავის და დაადგა ბორცვაზე და ეკლესიასა ზემო კერძო ახლოს წყაროს ამას რომელიც იგი აღმოვადინეს ცრემლთა წმინისა ნინოსითა და მუნ აღამაღლის ზეცად და აი ამ წყაროების მიხედვით სწორედ ეს არის გაიგივებული იგივე ჯვართამაღლების დროს ჯვრის აღმართვასთან და ასევე მეორედ აგერ როცა იერუსალიმში 351 წელს სასწაულად გამოისახა ჯვარი ცაზე. არსობრივათო აი წყაროების მიხედვით ეს არის და იგივე ჯვარი. ანუ ეს მიანიშნებს იმას, რომ ეს არის უდიდესი მადლის მატარებელი ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედა ეკლესია, რომელიც როგორ კლდეს დგა ესე შეურყევლად დღიდან დაფუძნებისა, როცა შემობრძანა ანდრია მოციქული შემდეგ სიმონ კანანელთან ერთად და მატათასთან ერთად და ასევე წმინდა ნინოს უდიდეს ღვაწლის შედეგად და დღეს ძალიან ხშირად მიყვავს რომ ამის განმეორება კიდევ მოვიშველეთ წმინდა გიორგი მთაწმინდა სიტყვებს რომ ქართველ ერს არ უღალატია და არ გადაგვიხევი არც მარჯვნივ და არც მარცხნივ და სწორედ ამიტომ დგავართ დღეს აქამდე მოგვიყვანა აქამდე და შევთხოვოთ უფალს რომ ჩვენ მომავალ თაობა ჩვენ შვილებს შვილიშვილებს და ყველას ჩვენ ერს ჩვენ ყველაერსა და ბერს გაგვიძლიოს ის გზა რაც გადმოგცვა მოციქულების მიერ წმინდანების მიერ და თუ კი მიყვებით აი ამ მოძღვრებას რაც დედა ეკლესია გასწავლის რა თქმა უნდა ეს იქნება გარანტია გადარჩენის და ხსნისა და ღმერთმა ყველა ადამიანს მისცეს იმისი გონიერება რომ დაუბრუნდეს დედა ეკლესიის წიაღს და იმიტომ ხსნა და გადარჩენა არის მხოლოდ ერთ ჭეშმარიტ კათოლიკე სამოციქულო ეკლესიაში ჩვენთან არის ღმერთი